სოფიკო, რომელსაც ფუფალასავით უყვარს სხვადასხვა ფერებში გაფრენჭვა. ძალიან მომწონს ჭილოფის ქუდების დამზადება. ძალიან მინდა რომ ეს დარგი, რომელიც დიდგანვე მოდიოდა, განსაკუთრებით გურიაში იყო პოპულარული, მინდა რომ უფრო პოპულარული გახდეს. ჩვენ რო დავიწყეთ მუშაობა, არ ვიცი ეს რატო დაემთხვა, მაგრამ ნუ ყველას უთმოდ გვეხურა ხოლმე ჭილოფის ქუდები. შემდეგ უკვე მოგვინდა რომ დაგვემზადებინა ისეთი ჭილოფის ქუდი, რომელიც ყველას მოერგებოდა თავზე და პრაქტიკული რა ყოფილიყო უფრო, ანუ ზოგს ლენტი აქვს, ზოგს ზონარი თავისი, იმიტომ რომ ქარი დაგიბეროს არ გადავარდება, რაღაცა ცხენზეც რო ზიხარ, უფრო კომფორტულია. და შემდეგ რაღაც რამდენიმე მოდელი შევქმნით, დავარქვით ქართული სახელები, იპოლიტე, ილარიონი, სოფიკო, სულიკო და რაღაცა ესე ნელ-ნელა ვითარდება. პროცესი არის საკმაოდ ხანგრძლივი და არ არის მარტივი, შრომატევადია, იმიტომ რომ იკრიფება ბალახი, რომელიც შემდეგ მუშავდება, ეს იწნება, იკერება, შემდეგ ეს ლენტები მზადდება, რომელიც თითოეულ ქუდში არის, რომ მოირგო ზომაზე. და ნუ საკმაოდ ისეთი ხანგრძლივი, მაგრამ ძალიან სასიამოვნო პროცესია და მე მიხარია ხოლმე, რომ ხედავ ადამიანებს ჩემ ქუდებში. მინდა რომ ასევე თან მარტო ჭილოფისგან არ იყოს. მინდა რომ უკვე სხვადასხვა ბალახები გამოვცადოთ და სხვადასხვა ტექნიკა ვცადოთ და განმოვითაროთ უფრო ეს დარგი. რამდენიმე წლის წინ მეგობრებმა გადავწყვიტეთ, რომ ისეთი სივრცე შეგვექმნა, სადაც ოჯახებთან ერთად თბილისიდან ძალიან შორს არ მოგვიწევდა გასვლა და ბუნებასთან სიახლოვეში ვიქნებოდით. ბავშვებს ძალიან ჭირდება დღეს განსაკუთრებით ცხოველებთან და ბუნებასთან სიახლოვე. არა მარტო ბავშვებს, დიდებსაც გჭირდება. დავიწყეთ ნელი ტემპით, იმიტომ რომ ყველაფერს ჩვენი ძალებით ვაკეთებდით აბსოლუტურად და სადღაც ალბათ 1 წლის განმავლობაში მომზადების პროცესში ვიყავით. უკვე მეორე წელია, რაც სეზონი გავხსენით სტუმრობის მისაღებად. ფერმა არის ძალიან მულტიფუნქციური, ანუ აბსოლუტურად ყველაფერი ხდება შიგნით. შეგიძლია ცხენით გაისაირნო, ტყეში საერთოდ. ჩვენთან რაღაცა ისეთი სივრცე მოვაწყეთ, სადაც ბავშვებსაც და დიდებსაც შეუძლიათ ჯერ გაიცნონ სოფელში, როგორ ყველა ცხოველი ერთად ცხოვრობს და შინაური ცხოველების შესახებ მიიღონ ინფორმაცია, რა სარგებელი მოდის და როგორ ვიზრუნოთ მათზე და ნუ ბუნებასთან სიახლოვე, რაც მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ჩვენთვის და როგორ მოვუაროთ მცენარეს, გავზარდოთ, ჩავრკოთ, გავამრავლოთ, რა ვიცი, ყველაფერი და რაც თავი ეს არც თერაპია, რომელიც ადამიანს ამშვიდებს და აბედნიერებს. ანუ ხელოვნების გაკვეთილები გვაქვს ხოლმე სხვადასხვა სახის. აქ რომ ამოვდივარ, ჯერ მარტო ეს ხედი ყოველდღე იმდენად განსხვავდება, რომ და ყოველ ჯერზე სხვა ემოცია მაქვს აბსოლუტურად. აქ ყველაფერი გავიწყდება აქ რომ ამოდიხარ. სულ ერთია რას აკეთებ, მიწაზე მუშაობ, თუ ხელით რაღაცას ქმნით, თუ რაღაცა, სხვა სივრცეა, სხვა აურაა საერთოდ და სხვა ადამიანებსაც რა შემიძლია მე რომ გავუზიარო და გადავცა ეს სიხარული, ეგ კიდევ ორ მაგათ უფრო მაბედნიერებს ხოლმე. გარდა იმისა, რომ ჩვენთვის დღევანდელ დღეს ისე ბინძურდება მსოფლიო რომ ეკოლოგიურად სუფთა ქვეყანაში რომ ვიცხოვროთ, უნდა ვიცოდეთ როგორ. ჩვენ ვცდილობთ ამიტომ, რომ ბუნებასთან დავაახლოვოთ ადამიანებს, რაც უფრო მეტი სიმწვანეა, უფრო მეტი ჰაერია სუფთა. ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ტექნოლოგიების ცივილიზაციაში სიახლოვე ხელოვნებასთან. ქუდების ამბავში ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ანუ გეგმაც ესეთია და იმედი მაქვს, რომ მივაღწევ მას. მინდა რომ ყველა რეგიონში, ნუ ჩემი ძალებით, რასაც შევძლებ, მინიმუმ 1 ოჯახი მაინც რომ დავასაქმო, რომ ყველამ ეს ქსოვა დაიწყოს და ყველასთან თავისი რეგიონის მიხედვით თავისი მცენარით რა ქონდეს ნაქსოვი ეს ქუდები და უფრო მეტად წამოიწევა ეს დარგი, ასე ვთქვათ, წინ. ნებისმიერი საქმიანობის განვითარება ქვეყნისთვის ყოველთვის კარგია, როგორც ტურისტებისთვის, ისე თვითონ მოსახლეობისთვისაც. ამიტომ ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც რაღაც მხრივ წარმატებას აღწევს, ყოველთვის ქვეყანას ერთნაბიჯით წინ წაწყობს. ბევრჯერ მიფიქრია იმაზე, თუ ჩვენი საქმიანობა რაში შეუწყობს ხელს ქვეყანას და ზოგადად როგორ ქვეყანაში მინდა რომ ვიცხოვროთ. რაც უფრო მეტ კარგ საქმიანობას გავაკეთებთ, უფრო ევროპულ გზას დავადგებით, ცივილიზაციურ
უფრო განვითარდება, განათლების დონე უფრო აიწევს, ეკოლოგიურად უფრო სუფთა გარემოში ვიქნებით და სიმშვიდეში, რა თქმა უნდა, აჯობია.